მოგესალმებით მეგობრებო, სლოვაკეთში ვარ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე. პირველი მატჩი პოლონეთს მოუგებდა, ჯგუფში ვართ პირველ ადგილზე. დღეს ვეთამაშებით საფრანგეთის ნაკრებს. ძალიან მძიმე თამაში გველოდება და რა თქმა უნდა დეტალურად განახებთ ყველაფერს. თხოვნა იქნება ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერო, გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო და დაწეროთ კომენტარები. დავიწყეთ. მეგობრებო, კი იცით დამეგობდი გლობალსთან, რომელიც 2009 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. ეს არის ქართული პროდუქტი, რომელიც დამზადებულია საქართველოში. რომინგული კომპანია ავტორიზებული. თუ მიდიხართ ამოგზაუროთ, ჩემი რეკომენდაცია Global Sales. ლინკი იქნება აღწერაში, გადადით და ნახეთ. მეგობრებო, ჯავახას მეგობრებს ყველა იცნობთ და იცით რა დონემდე ესმის ფეხბურთი და მინდა რომ ცოტა საფეხბურთო ამბები ვკითხო და მითხარ ჯავახ, შენი პირველი ემოციები მითხარ და მე მოგაკრე კითხვებს. ჩემი პირველი ემოცია არის, რომ გაოცებული ვარ მენტალიტეტით და აზროვნებით და მიდგომით, რომელიც აღმოგვაჩნდა პოლონეთთან შეხვედრაში, მატჩის დასრულებამდე რაღაცა წუთებით ადრე, როცა შეგვეძლო ფრეზე გვეთამაშა, არცეც არ გაგვერისკა. ძალიან ლოგიკური იქნებოდა ეგ ამბავი. საქართველოს ნაკრები ადგა და წავიდა მოსაგებად რა. ანუ ევროპის ჩემპიონატზე გახსნით მატჩი პოლონეთთან, ჩვენთვის ფრე აღმოჩნდა მიუღებელი შედეგი და არა მოგება გვინდა რა და წავედით მოსაგებად და ეგ ხო რისკიც არის ეხა ხო შეიძლებოდა კონჩეტევაზე გაგვეშვა გოლი, როდესაც ეხა 94 და 12 წუთზე რო გარბი ხარ შეტევაში შეიძლება კონჩეტევა გამოგეპაროს და წააგო საერთოდ თამაში და ის ერთი ქულაც აღარ შეგრჩეს რა და არა და ის ერთი ქულა მისაღები იქნებოდა ეგა? აი შენ როგორ შეხადავდი მაგას? აი რომ სიტყვაზე რომ ეგ თამაში წაგვეგო. თამაში რო წაგვეგო იმის გამო რომ ჩვენ შევუტიეთ და მოსაგებად წავედით, ხელებს ავწევდი და შევაგებდი ნაკრებს. დასაგებია. მაგრამ ფრეზე რო გვეთამაშა, ხმისამომღები არ ვიყავი რა, რომ ვერ გარისკა. ეხა საქართველოს ხარ ჯერ ხო? არა ხარ დიდი ნაკრები და ეხა რამდენი ნაკრების დასახელება შეგიძლია ისეთის, რომელიც იტყვის, რომ გახსნით მატჩი პოლონეთთან მე ფრე არ მაწყობს და უეჭველი მოსაგებად 95 წუთზე მიდი. რამდენი ნაკრები იცი ეგეთი? უნდა უეჭველი გრანდი უნდა მითხრა, ახლა საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი. ეხლა ჩვენ ესე საშუალო ევროპულს და საშუალო ევროპულზე მაღლა მყოფ ქვეყანას ვერ იტყვი, რომ გახსნით მატჩი ფრე კატასტროფაა და უეჭველი უნდა გავრისკოთ და რა მეკარე ჩავიდეს კუთხურზე ერთით-ერთზე, ხო? და ეს მენტალიტეტი თუ შევინარჩუნეთ, ხმისამომღები არა ვარ არც ერთ წაგებაზე დიდი ხანი, იმიტომ რომ ეგრე საქმისადმი ეგრე მიდგომას აქვს, რა თქმა უნდა, ბევრი ეკალი ეკალბარდებით მოფენილია ეგ გზა. დიდი გუნდობისკენ მიმავალი გზა და ბევრ თამაშს წააგებ. ხო, ანუ ეგ უკვე დიდი გუნდის აზროვნება არის რა. ეხა ანრი რო აკრიტიკებდა იამალს გახსოვს ეგ გადაცემა, რომ ბოლო წუთსეო კუთხურის ალამთან ბურთის წაღების ნაცვლათო შეუტიაო და მე აქეთ გოლი მიიღო. გასაგებია მესმის ეგ არგუმენტი, მაგრამ ბარსელონაში იზრდებიან ფეხბურთელები აი ამ მენტალიტეტით რა, რომ უნდა მოიგონ სულ შეტევა და არანაირი კუთხურის ალამთან კოტრიალი და რაღაცა და მე მომწონს ეგ მიდგომა, ეგეთი მიდგომა, დიდი გუნდების აზროვნება მომწონს და ეგ დავინახე პოლონეთთან, რომ ფრე არ გვაწყობს არა და ერთ ქულაზე ხო შანსი გრჩება ჩვეულებრივად და წაგება შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემა იყოს რა და აი დიდი გუნდის აზროვნება დავინახე და თუ ჩვენ ამ გზას გავყვებით ბოლომდე, მზად ვარ რომ მოვითმინო ყველაფერი, თუნდაც აი ბარსელონას რაც დაემართა ინტერთან და რის გამოც იამალს აკრიტიკებდა ანრი, ეგეთი ანუ ყველაფერს მოვითმენ თუ ჩვენ აი ამ გზით წავალთ რა, რომ მოსაგებად თამაშობთ, არ გვაინტერესებს პოლონეთი, აუ ფრე ევროპაზე რა კაი შედეგია, არა, მოვიგოთ რა, ეგ მინდა ეგ აზროვნება რა. ევროპის ჩემპიონატზე ჩემთან ერთად არის Global Sales, იდეალური ინტერნეტი, სადაც არ უნდა ვიყო, რაც მთავარია, ყველაზე იაფი. ამის გარდა ეს არის ქართულ ნომრიანი საერთაშორისო სიმი და სტანდარტულ ზარებსაც სრულიად უფასოდ ღებულობ. ეხლა ფეხბურთელებს იცნობს ყველა, იცი რას თამაშობენ, რა გუნდებში არიან. მაინც იყო რომ ვინმე შენთვის აღმოჩენა რომ აი უფრო მეტი გააკეთა. კი იცოდი რა, რასაც თამაშობდა, მაგრამ აი კიდევ თავის თავს გადაახლა და უფრო სხვანაირად გამოაჩინა თავის თავი. იყო ეგეთ ფეხბურთელი, აი ვინც გაგაოცა. ხო, ანუ ნიჭიც არავის გაუოცები ვარ, ყველა ვიცით, ეხა რა ნიჭის პატრონი მოთამაშეები არიან, მაგრამ
სამეცნიერო ანომალია იყო საზონოვის თამაში რა, რომ აი ერთწლიანი ასეთი მძიმე ტრამვის მერე გამოხვიდე და 90 წუთი ითამაშო ამ დონეზე, ეგ იყო ახალი სიტყვა. იმიტომ რომ თამაშის მერე კომაგები საბას ოჯახის წევრებს ესაუბრებოდნენ და მეც მივაყურადე და ჩავერთე საუბარში და საბას დედა ამბობდა რომ ძალიან ნერვიულობდიო, იმიტომ 90 წუთი არ შეიძლებოდა მისთვისო რა და ჩვენთვის კი არა, ოჯახისთვის აღმოჩნდა სიურპრიზი, რომ 90 წუთი ასეთ დონეზე ითამაშა. ეხლა ასეთი ტრამვების ფონზე სამი ცენტრალური მცველი დაგვაკლდა, საზონოვის ესეთი ჯანმრთელობის გარეშე თქვა თავის გადადება, ხო ძალიან მაგარი ამბავი იყო რა და საზონოვით გაოცებული, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ და ისე ეხა ყველა მაღალ დონეზე ითამაშა, რავი, ოდიშარიას გამოვყოფთი. ბურთი არ დაუკარგავს ერთხელაც კი, ყველა დრიბლინგი 100%-იანი სიზუსტით შეასრულა და ხვადაგიანის თამაში უნდა გამოვყოთ, იმიტომ რომ დინამოში, ეხა დინამო ცოტა არეულ გუნდია, ბოლო პერიოდში კი არა და ბოლო წლებში და ბევრი ფეხბურთელი დინამოში ვერ ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს და აგერ ნაკრებში ლომინაძე ავიღოთ. ნაკრებში სხვა ფეხბურთელია, კლუბში დინამოში სხვა ფეხბურთელია და ეგ ნაკრებზე კარგად მეტყოლებს დინამოზე ნაკლებად. ხო და ცუდად ხა ცუდად ვინმე ცუდად ითამაშა? ცუდად არავის უთამაშია. ყველამ კარგად, ან კარგად, ან ძალიან კარგად ითამაშა. ისე თამაში მოვიგეთ რომ ცუდად ვერ ითამაშე. ხო. ნუ ხარატიშვილის სეივი. ჩემთვის ახლა რა ვიცი, ჩემთვის მატჩის MVP ბოდიშის ყველასთან რა, მაგრამ მე ხარატას ვიტყოდი. ხო, აი ვინც არ უნდა ისეთი ბურთი აიღო, ისეთი ბოლო წუთებზე ისეთი ბურთი აიღო, ну რა ვიცი, ჩემთვის თვითონ არა, ისეთაც კაი თამაში ქონდა, კიდევ რამოდენიმე სეივი ქონდა, მაგრამ აი ეს ბოლო წუთას აღებული ბურთი ფეხით, რა ვიცი, სასწაული. დღეს ვნახოთ აბა. ხო, მეგობრებო, დღეს არის ხარატას კარგი თამაში. დღეს ვეთამაშებით საფრანგეთს. ძალიან კარგ ნაკრებს ვეთამაშებით და აი ეგ მაინტერესებს ზუსტად აი როგორ ხასიათით ითამაშებენ. ან როგორი ხასიათი ექნოთ, ანუ სვანაძე როგორ ფეხბურთს ათამაშებს, კიდე როგორი გადაწყვეტილებები იქნება. აი პატარა დეტალები მაინტერესებს. აი დღესაც თუ ეგრეთ ამამად ვითამაშებთ? აი ხო, რას ფიქრობ, მითხარი რა. მაინც ახლა ჩართულია კამერა და მითხარი ხო? დილემა რა, ეხა კონჩეტევაზე ავაწყებთ. ანუ შენ რას ფიქრობ? აი ნუ ეხა ბურთის ფლობა ახლა 60% ვერ გვექნება საფრანგეთთან და 55%, მაგრამ აი 40-ის ფარგლებში თუ ჩვენ ბურთს დავიჭერთ, ეგ იქნება ძალიან მაგარი ამბავი რა. ეხლა მეორე ნომრად თამაშსაც აქვს თავისი წესები. მეორე ნომრად თამაში არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ავტობუსი ჩააყენო და 400 მცველით იდგე. კარგი მოკლე პასებით ამოსვლა, სწრაფი კონჩეტევები, მომენტებში ბურთის დაჭერა მეორე ნომრად თამაშის კონცეფციაში ჯდება. მე ველოდები კარგ აქტიურ მეორე ნომრად თამაშს, რომ დაცვაში მჭიდროთ, მაგრამ ავიდა კი არა, ხანდახან და ხშირად მოკლე პასებით ამოსვლა, სწრაფი შეტევის განვითარება, მომენტებში გუნდის დასვენება, რომ ბურთი დავიჭიროთ რამდენიმე წუთის განმავლობაში რაღაცა და ეგეთ თამაშს ველოდები რა და დანარჩენი უკვე ხა საფრანგეთის დონის გუნდს ვერავინ მოუგებს იღბლის გარეშე, ვერც ესპანეთი, ვერც ინგლისი. ანუ გრანდს როცა უგებ, ცოტა იღბალი გჭირდება და ჩვენ ცოტაზე მეტი დაგვჭირდება ეხლა რა. სლოვაკეთში ვარ, Wi-Fi არ მჭირდება, იმიტომ რომ გლობალსელის ინტერნეტი იდეალურად მუშაობს და ფასით თქვენ წარმოიდგინეთ თითქმის იგივეა, რაცაც საქართველოში ვიხდი მობილურ ინტერნეტში. სტადიონამდე როცა მიდიხარ, ეს ემოციები მაგრად ასწორებს.
დრო პირველ თამაში მაგრად მოვიგეთ. იყო რომელიმე ფეხბურთელი შეთვის აი აღმოჩენისავით აი არ იცოდი და აღმოაჩინე. ეგეთი რაღაც არ ყოფილა ჩვენ ნაკრებში, იმიტომ რომ აქ მოდიოდი და განსაკუთრებულად მოვემზადეთ. თუმცა გიორგი მაისურაძის თამაშმა მაინც გამაკვირვა, შედარებით ნაკლებად ვიცნობდი მის თამაშს და MVP დაასახელეს პირველ შეხვედრაზე, როგორ შეიძლება არ აღრთოვანებულიყავი, თან მისი საგოლე გადაცემაც გასახსენებელია, რომელიც იყო დამატებით წუთებზე. ვინაიდან და რადგანაც ვიცი რამასვანიძე რამდენად ამბიციური მწვრთნელია, მეგონა რომ პირველ თამაშს მოგებისთვის ითამაშა და ყველანაირად შეეცდებოდა რომ სამი ქულა აიღო პირველ შეხვედრაში და მაგას არ გაუკვირვები ვარ, მაგრამ იმ მენტალობამ, იმ სიმტკიცემ, რაც ბიჭებმა გამოავლინეს ბოლო წუთებზე, მაგან მაინც გამაკვირვა, მიუხედავად იმისა, რომ სიურპრიზებს მივეჩვი უკვე ამ ბიჭებისგან. მეგობრებო, სამოგზაურთ თუ მიდიხარ და გააქვთ გლობალსელი, ნუ აფეზე იდარდებ, ინტერნეტიც გაქვთ და ზარებიც და SMS-ებიც ყველაზე იაფად. ზარებს სრულიად უფასოდ ღებულობ. If you are able, please rise for the national anthem of Georgia. Ak môžete, prosím, staňte, zaznie štátna hymna Gruzínska. ყველა უნდა ავალაპარაკოთ ჩვენი თამაშით. მიდით რა. 21 წუთია და ძალიან სახიფათო ჯარიმა დაინიშნა ჩვენ კარებთან. ხარატა ადგილზეა, ხარატა. მიდი. მიდი. და! ვაიმე! ვაიმე რა მომენტი იყო! მაგარი მომენტი ქონდა, ახლა არის 29 წუთი. ახლა არ მოიგონო. არ მოი ვაიმე! აი რა, 11 მეტრიანი დაინიშნა. არის 34 წუთზე. კაი რა. სამწუხაროდ გავგვიტანეს გოლი და 1-0-ს ვაგებთ. არაუშავს, იმიტომ რომ ამ ნაკრებთან შეიძლება თამაში. შეიძლება, მე რაც ვუყურებ ამ ნაკრებთან შეგვიძლია ვითამაშოთ და გოლიც გავუტანოთ თავისუფლად. მეგობრებო, პირველ ტაიმ მორჩა ვაგებთ 1-0-ს. რავი, რა გითხრათ. მაინც მგონია რომ ამ ნაკრებთან შეგვიძლია მოგება. მაგრამ ფრედს გვაწყობს და ერთი გოლი გვჭირდება აუცილებლად. გამოიწერთ არხი და ალაიქეთ ეს ვიდეო და დაწერეთ კომენტარები. მიდი ბიჭებო, შეგვიძლია, მიდით. მიდი. ვაიმე რა ბურთია გვიღო. მე მგონი აბუაშვილმა დაარტყა, ხო? ხარატა რომ არ მყავდეს, რა გვეშველებოდა. აი არ ვიცი მართლა რა გვეშველებოდა. ვაიმე! ხარატა მოიღო! რა ბურთია იყო, ბიჭო, მე რამდენი სეივია. აი აურა მაგარი ბიჭია, რა ბურთებს იღებს. ბიჭო! აბუ! ზამაზა მეჩვიდმეტე წუთზე, 1-1. ეგრე ბიჭო! შეძლაზე როგორ შემოვიდა? 1-1 ეგრე რა ბიჭო, შეგვიძლია აბა რა. და!
გახდება 85 წუთი ორიტაცი იქეთ სასწაული ხდება რა მაგარი ბიჭები ყო საზანომა რა შეაგდო ბიჭო ასაკში ვარ ინსულტი დამარტყავს მეგობრებო არ შეიძლება ჩემთვის ინსულტი დამარტყავს არაფერი აი რა ეგრევე გაგვიტანეს გოლი და აი რა მოიგონო რა არაფერი რა მაგრამ გატეხა ძალიან გატეხა და ვერაფერს ვეღარ ვამბობ საერთოდ 3-2 ვაგებთ გადამოწმება თამაშგარე იყო ვარზე ამოწმებენ რატომ გაიწელა ესე მაგრამ რა არის ამისთანა იმ მომენტზე იყო თამაშგარეს უყურებს თუ რაზე იყო? მე მგონი თამაშგარეზე ამოწმებს. მე მგონი არ ვიცით რა, ჩვენ აქ ვერ ხვდებით საერთოდ რას ამოწმებთ. თქვენ მოხლა უყურებთ და ხვდებით რაც არის. კოქ რა. ეგრე თამაშგარე, ეგრე! ორიტორია, აბარა! ვაიმე! რა კაი იყო! რა მაგარი ბიჭი ხარ საკეთე კაი რა შემიძლია თამამად თქვა რომ საჯმა წაგვაგებინა რა იმ ხელაზე გაწელა დრო იმ ხელაზე გაწელა რომ აი რა ვიცი აი და ეხა ჩაუსწინა და დაამთავრა აი ეხა ჩაუსწინა და დაამთავრა თამაში აი უბრალოდ შეხედეთ რა Dear all, we have the pleasure to announce that the top player of the match is Matis Tel from Team France. Congratulations to Matis Tel for the legacy. ხო, არაფერი, პრობლემა მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ ყოფილა. როგორც გოლი შევაგდეთ, ისე გაგვიტანეს რა. ჩვეულებრივი მოვლენა არის ფეხბურთისთვის, რაღაცა ჩვენ შევცვალეთ, შემდეგ იმათმა და ჩვენ და სამწუხაროდ მოხდა ის, რომ თამაში წავაგეთ. მაგრამ საგანგაშო არაფერი არ არის, იმედია შემდეგ თამაშს მოვიგებთ და გავყოთ ჯგუფიდან. აი, როგორც აღნიშნე, უფრო კონცენტრაციის დაკარგვის ამბავი იყო, ალბათ მთელი გუნდი ფიქრობით უკვე შემდეგ თამაში და მოგებული გვეგონა ეს თამაში. და ეგ იყო ალბათ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ორი გოლი გაუშვით ბოლო წუთებზე. არაფერი, უბრალოდ ვფიქრობ, რომ რაღაც მოვდუნდით იმდენად და იმას აქ. უბრალოდ არ გაგვიმართლა ვფიქრობ, წამოვიდნენ შეტევაში. არ ვიცი რის თქმა შეიძლება, უბრალოდ ხდება რა ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. კაია ძალიან, როდესაც მოგებული თამაში შემდეგ წააგებ, მაგრამ რას ვიზავთ ახლა? რავი მეგობრებო, რა გითხრათ? ემოციები არ მაქვს, ბიჭების კომენტარებიც ნახეთ. მინდა რომ დიდი მადლობა უთხრა ბიჭებს აი მაგარი ფეხბურთისთვის, ამ ხასიათისთვის, ზუსტად ამ ხასიათის გამო ღირდა აქ ჩამოსვლა. აი ამ ფეხბურთის გამო აქ ღირდა ჩამოსვლა. და ამისთვის დიდი მადლობა კლუბ ბარსელს, მაგრამ ისინი მე აქ ვერ ვიქნებოდი. დროებით